მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის რომ გამოწერდი გაქვთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მალაკატო დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა რას მალავს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ნახოთ რას მალავს ასე რომ ვთქვათ მანამდე გეტყვით რომ პირად დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირად შეწყობინებაში მითითებულ ნომერზე რომელსაც უცითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ ასევე შეგახსენებთ რომ ჩვეულებრივად კითხვა-პასუხის რეჟიმში ან თქვენს მიერ დასმით კითხვებს და პასუხი ვოისით ჩვეულებრივად არის არსადავს წასულა ეს გაშლა ეს მომსახურება და შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის ასრული 5 ან 10 კითხვა და მიიღოთ ამაზე საკმაოდ ამომწურავი პასუხები და ასევე დიაგნოსტიკა, რომელიც ერთი საკითხის ღირებულება არის 70 ლარი, ხოლო სრული დიაგნოსტიკის არის 100 ლარი. სადაც უკვე ონლაინ ერთვებით, ანუ მიმდინარეობს სადღაც 1 საათი და შესაძლებელია მეტიც გააჩნია როგორ დაგველაპარაკებათ და რა ინფორმაციას მოგვაწვდის და მაქსიმალურად ბოლომდე რო იყოთ გარკვეული და ამომწურავი იყოს თქვენთვის პასუხები. ასე რომ შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ და მიიღოთ ეს მომსახურებები. ასევე შეგახსენებთ რომ არის სანთლების დამუხტვა პირად ურთიერთობაზე, ფინანსებზე, დაცვაზე და ასევე აქსესუარები, რომელიც შეგიძლიათ თქვათ სამაჯურების სახით ატაროთ და იყოს თქვენთვის სხვადასხვა ფუნქციის მომტანი, ხო, ვიღაცისთვის ფინანსების, ვიღაცისთვის პირადი ურთიერთობების, ვიღაცისთვის დამცავის კუთხით. კარგით, მოკლედ, ძალიან ბევრი დროც რომ არ წაგართვათ, გავაკეთოთ ესეთი ორ ვარიანტად გავაკეთოთ და ვნახოთ. პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი ორის ბილო და ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის რას მალავს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი პირველი ვარიანტი რა არის ის დამალული და მეორე ვარიანტი რა არის ის დამალული რასაც მალავს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ნახოთ იმედი აირჩიეთ მე მეორე ვარიანტს გადავდებ და პირველი ვარიანტი ვინც აირჩია ყავისფერი სპილო რას მალავს რა არის ის რასაც მალავს აქ არის მომენტი როდესაც შესაძლებელია ადამიანი მალავდეს პარტნიორს რომელიც თქვათ არის ხო, ნუ მაგალითად გაიცენთ ადამიანი, შეიძლება არის დაოჯახებული და ის არ გეუბნებათ ამას, ხო, უბრალოდ მალავს ამ საკითხს, ხო, ანუ ეს მომენტი არის აქ. მალავს იმას, რომ არიან მესამე პირების მდგომარეობა, შესაძლებელია ეს კონკრეტული პარტნიორი არ იყოს და ვთქვათ პირობითად იყოს მისი ოჯახის წევრები, ხო, ანუ მეგობარი ან მშობელი ან დედმამიშვილი, ხო? ან ნებისმიერი მდგომარეობა, რაც თქვენ ორ ადამიანს შორის არის მესამე ფაქტორი, აი მესამე ფაქტორების მდგომარეობას მალავს ეს ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, ანუ კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. ხო, ნუ აქ აშკარად ადამიანი მეორე არკანით ისეთი არის, აქ აშკარად ადამიანი მალავს ურთიერთობას, გარედან, ანუ გარე ურთიერთობას, რომელიც, ну, შეიძლება ეს არის რაღაც გატაცება, ეს არის რაღაც ესეთი პატარა ესეთი ფლირტის მდგომარეობა, ну, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის მესამე პირები და სამწუხაროდ პირველი ვარიანტი ვინც არჩია, ну, ადამიანი მალავს რაღაცა მესამე ფაქტორებს, ხო, ну, ყველასთან ნამდვილად ეს არის საჯარო გაშლა და ყველასთან მესამე პირები ნამდვილად არის ქალბატონები ან მამაკაცები ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ეს, ну, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ თუნდაც მატერიალური კუთხე, რომელიც არის თქვენი ურთიერთობის ხელი შემშლელი და თქვათ, ადამიანი ფიქრობს იმას, რომ კარიერა ურჩევნია, ვიდრე რაღაც პირადი ურთიერთობის დალაგება, ესეც რა თქმა უნდა არის ხელი შემშლელი ფაქტორი და მესამე ფაქტორი თქვენს ურთიერთობაში. Ну, პირველი ვარიანტისთვის სამწუხაროა, მაგრამ ადამიანი მალავს კონკრეტულად
ასე ვთქვათ, იმ მდგომარეობას, რასაც ქვია მესამე ფაქტორები, ხელი შემცვლელი ფაქტორები თქვენს ურთიერთობაში. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, რას მალავს? აქ ადამიანი მალავს იმას, რომ ნახეთ, რაღაცა სიტუაციები არის ამ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ცოტა რთულია მისთვის, თქვათ, მისაღებად რთულია მისთვის, რაღაცა გადასალახად, ხო? ადამიანი მალავს თავის შინაგან სამყაროს, ხო? ადამიანი ცდილობს, რომ დამალოს თავისი ტკივილები, სიმძიმეები, ან ბოლომდე არ გაიხსნა, საკუთარ თავს მალავს აქ მეორე ვარიანტი. ერთიანთაც, ესე იგი, დასტის ფონი, რაც აქ მალავს იმ თავის ტკივილებს, რომელიც, ვთქვათ, ამ ადამიანისთვის ძალიან ისეთი მომენტია. ყოველ შემთხვევაში, აქ არის კიდე მეორე ფაქტორი ის, რომ ადამიანი მალავს, ვთქვათ, იმას, რომ უნდა რაღაცა მომენტში დისტანცირება, სამწუხაროდ ცოტა ისეთი გასვლა გამოდის, უნდა დისტანცირება და ურთიერთობის დასრულება, ხო? ანუ უბრალოდ ადამიანი მალავს იმას, რომ აქ შეიძლება ითქვას ვერ ართმევს, ნახეთ, არის ესეთი მომენტი, როდესაც შეიძლება ძალიანაც გვინდოდეს, ძალიანაც გვიყვარდეს ადამიანი, მაგრამ ხვდებით იმას, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ურთიერთობის დაცვას, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ურთიერთობის მოგვარებას, ხო, ვერ შევძლებთ ამ ურთიერთობაში რაღაცა ხელისშემშლელი ფაქტორებია, ხო? ხა ყველასაც სხვადასხვა ფაქტორი არის, ვიღაცა შეიძლება შვილები ყავს, ვიღაცა შეიძლება ვთქვათ, ასაკობრივი მდგომარეობა აქვს და აქ ისეთი მომენტია, რომ იმის იქეთ რაც არის, ეხლა ამ ეტაპზე და ამ წუთას იმის იქეთ ვერ გაგრძელდება, ხო, ურთიერთობა. სამწუხაროდ არის ესეთი მომენტები. აქ ხელისშემშლელი ფაქტორებზე ვერ საუბრობს ადამიანი და ვერ ამბობს იმას, რომ ვთქვათ, შეიძლება უნდოდეს მას ამ ყველაფრის დასრულება, იმიტომ რომ არ შეუძლია, ვერ შეძლებს და ვერ გადალახავს, ესე რომ ვთქვათ, იმ ვთქვათ, ზეწოლა იქნება ეს თუ უბრალოდ პასუხისმგებლობის აღების მდგომარეობა იქნება, ადამიანი ვერ შეძლებს ამ პასუხისმგებლობების აღებას და მას ეშინეს და მალავს იმას, რომ ვერ ამბობს იმას, რომ პასუხისმგებლობებს ვერ იღებს ურთიერთობაში და ვერ მოგცემთ იმაზე მეტს, ვიდრე თქვათ შეუძლია მოგცეთ დღეს, ხო, აი რაღაცა ეს მომენტი არის. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიწევთ, ხან ესეთებიც ხდება. მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობას, სწორ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში, სიკეთეს, სიუხვეს და იმედია ყველაფერი დაალაგდება, იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც სამყაროს ემეტება თქვენთვის და დროებით დაგემშვიდობებით.